მოგესალმებით. ახლა გავაკეთებ ვიდეოს, ვიდეო გაშვას. საჭირო გაშვას. ვკეთრავთ თქვენთვის ესეთ შეკითხვაზე. როგორ არის ეს ადამიანი უთქვენოთ და აპირებს თუ არა მოქმედებას თქვენთან დაკავშირებით. და რა ჩავიდინო, კარგი არა უშავს. ვკეთრავთ. როგორ არის ეს ადამიანი უთქვენოთ? მოდი ერთი ვარიანტი იყოს. ეგრე გადავწყვეტე ახლა. როგორ არის უთქვენოთ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება? როგორ არის ეს ქართული მულტფილმი როა, სიზმარაში როა, გოგოს რო შეუყვარდება და მუხლი მეკვეთება, ცეცხლი მეკიდება. აი ეგრე ხა ეს ადამიანი. ძალიან დიდი ემოციები, ძალიან დიდი ნება, მიზიდულობა, გრძნობები, ყველაფერი აქვს ამ ადამიანს. აი მისთვის ხარ მართლა ბედნიერება. თქვენ რო ხართ ამ ადამიანის გული, გონება, ცხოვრება ნათდება, თბება, სამყარო ფერებს იძენს, ანუ ყველაფერი კარგი ხდება მაშინ, როცა თქვენ მის, ასე ვთქვათ, სივრცეში ხართ და არსებობთ და ძალიან დიდი ვნება აქვს. მარტო ვნება არ აქვს, გრძნობებიც მინდა გითხრათ და ბევრს ფიქრობს ბარემაც თქვენზე, მაგრამ ანუ დანგრეულია ურთიერთობა. რას მეუბნე? მოდი ვიკითხოთ საბა. როგორ მხიარებოდ გულში ამსაგდიენებს. კარგი, ხა ცოტა თუ არ გავიცინეთ. მის აზრით რატო დაიშალა ეს ურთიერთობა, რატო დაინგრა? რატო ხართ ახლა ესე? კეთილთალკებებული ერთმანეთისგან მის აზრით რატო დაიშალა თქვენი ურთიერთობა? ვაი მე მითო დაიშალა ჩემო ლამაზებო და ყოჩაღებო, რომ ეს ადამიანი იყო ძალიან ჩაკეტილი. ძალიან ჩაკეტილი თავის ნაჭუჭში, კი აბედნიერებდით როცა იყავით, მაგრამ ეგ იმ შემთხვევაში თუ თქვენ გამოჩნდებოდით, თუ თქვენი აქტიურებდით, თუ თქვენ გადადგავდით ნაბიჯებს და არჩევას, მოკლედ თქვენ მიყავდეთ ეს ურთიერთობა, თვითონ იყო ესე ჩამტკბარი, მაგრამ თვითონ არაფერს გაკეთება არ უნდოდა. და აი ეს თქვენ თავზე აღებული ბევრი პასუხისგებლობები რო გქონდათ, მაგას თან კარგად იაზრებს. მოგბეზრდათ მე ეს ბევრი პასუხისგებლობები და მოგინდათ რომ წასულიყავით. ბარემაც რთული იყო თქვენთვის, მაგრამ მიიღეთ ეგ გადაწყვეტილება. მე ეს ადამიანი დაჯდა და გაიაზრა, რომ ვიცი რა, საწყისშივეო არ იყო ეს ჩვენი ურთიერთობა სწორად დაწყებულიო, ესეთ რაღაცას გვეუბნება. მე მაგას ვაწყენინეო, რაღაცა ისეთი ვუთხარიო, რომ ძალიან ჩაიგეტა თავის თავშიო და თვითონ კი ახლა ბედნიერად არისო და კარგად არისო და გადააქეს რთული დაშორების პერიოდიო, მაგრამ მე ვიკითხო და მე ვიდარ და ჩემი თავიო, ამას გვეუბნება ახლა ეს ადამიანი და მინდა გითხრათ თქვენს ზეუარის ტყეში არის ეს ადამიანი დაფლეთილი აქვს გული შეხედეთ. ცოტა დაგანახებთ კარგად. ვერ გავასწორე ფოკუსი. აი, ხედავთ? ასე გრძნობს თავის თავს. აი, გული აქვს გამომწვარი, დაფლეთილი, დაგლეჯილი. ნუ ვისი ბრალია? თქვენ საერთოდ არ ინერვიულოთ, არც არაფერი არ ინაროთ, ხედია რაღაც. კარგი. აპირებს მოქმედებას და ნაბიჯის გადმოდგმას თქვენთან დაკავშირებით? აპირებს? ამის უყური ერთი. როგორ შემოგილაწუნებიათ ამ ადამიანის ცნობიერებაში რა, წასვლაც იყო და წასვლაც ისე წახვედით, რომ აი საერთოდ უკან მოუხედავად.
აი ძალიან ცივად, აი ჩამშხვრიეთ ის ურთიერთობა, რაც მანამ დაგიშენებიათ და დაუფიქრებოთ წახვედით და ამ ადამიანის ეგეთი აზრი აქვს ახლა და ეგეთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ თქვენთან თუ მოვა სტაბილური ურთიერთობა უნდა შემოგთავაზოთ. და ეგრეთ მოვა და გეტყვის, რომ მოდი დავქორწინდეთ. ხო, ნუ ხლეგარი. და ეხლა მაგას ფიქრობს, რომ აი ამჯერადო მიავიღებ პასუხისგებლობას ჩემ თავზეო და გაჩვენებ ვინ ვარ და რა შემიძლიაო და აი რომ მოვალო დაგანახებო როგორი ყოჩაღი ვარო. ეგეთ რაღაცას იწახის და ამჯერადო მე დავიწყებ ურთიერთობის აშენებასო და უბრალოდ შენო ხელი შემიწყე და უბრალოდ შენ იყავი ამაზე თანახმო. აი ეგეთ რაღაცას იწახის ჩემო მამაზებო. უბრალოდ იმასაც იაზრებს, რომ თქვენ ამ მომენტისთვის სხვა არჩევანიც გაქვთ მის გარდა. და ესე მარტივად აღარ წამოეგებით მის ანკესზე. აქამდე თუ თქოს თქვენ ეხვეწებოდით, ეხლა ცუდინა თქვამია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენ გამოთქვავდით მზაობას იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა შემდგარიყო და ეხლა უკვე ამას გაუხდება სახვეწარი და საწუწუნო. ხედი. მე ხა ცოტა გილანძღავთ ხოლმე პარტნიორებს, მაგრამ ნუ ახლა ესეც წუწუცებს რომ დავინახავ, როგორ არ გავუბრალდე. როგორ არ გავუბრალდე. მე იცი რა მაინტერესებს, აი რატო იყო ესე გაშიშებული და გაძეგლებული და რატო არ აკეთებდა არასდროს არაფერს თქვენთვის. აი ეს მისი სტაგნაციის მიზეზია. იქნებ გქონდა ადამიანის მიზეზი და იმიტომ არ აკეთებდა. რატო იყო ეს სტაგნაციაში თქვენთან ურთიერთობაში როცა იყო? უყურე რა, ამას უყურე, ამის თვითშეფასებას გაქცეული როა კოსმოსში. ვაიმე ხა ეს რომ დამაჭერდნენ, მე შეიძლება ვითრიო რა ვიცი თმით ან ულვაშით რა ვიცი რაც არის, ხო, რა სქესიცაც არის. ან თვითონ ესე გონია, იმიტომ არაფერს არ ვაკეთებდიო, რომ მე ესეთი ზრდასრული, სერიოზული ჩამოყალიბებული ვარო და თვითონ ისეთი ცაკალელი იყო, ან შეიძლება თქვენ შორის ასაკობრივი სხვაობა არსებობდეს. და ანუ ეს თქვენ ესეთი პატარა ხართ მასთან მიმართებაში, უმრავლესი თქვენთაგანი ესეთი საყვარელი, ანუ მართლა გულწრფელად ვფიქრობ, რომ ძალიან პატარა და საყვარელი და ხალისიანი ცქრიალა და რა ვიცი, ესეთი ხალისიანი ბრჭყვიალა რო ხართ, აი სადღესასწაულო განწყობა შეგქონდათ იმ გარემოცვაში, სადაც შედიოდით და სადაც ეს ადამიანი იყო. ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანის ცნობიერებაში მართლა დღესასწაული შეგქონდათ და ამ ყველაფერს ესე ძალიან ბედნიერად ტკბებოდა და კარგად ერთობოდა და მაგ ერთობოდა ახლა მე იმას კი არ ვიძახი რომ თქვენს მოტყუებას აპირებდა და რაღაც არა უბრალოდ იმ მომენტისთვის ეს რაც გქონდა ტკბებოდა და სერიოზულად არ აღიქვავდა ხვდები თქვენთან ურთიერთობას შეიძლება ამასაკობრივი სხვაობის გამო რაღაცა ვერ დაუშვა და ვერ წარმოიდგინა რომ აი თქვენ შორის რაღაცა შეიძლება მოხდარიყო სერიოზული ან ვაიმე ერთი წუთით არ დავიღუპო ცეცხლი არ წამიგიდოს. კარგი. ხო და იცი რა არის სხვათა შორის ასევე ვფიქრობდა იმას, რომ თქვენ იყავით ინიციატორი იმისა, რომ ეს ურთიერთობა შეგენერშუნებინათ. თქვენ გაუჭებოდით ხავს იმისთვის, რომ მასთან დარჩენილი ყავდეთ. თვითონ არაფერი არ გაუკეთებია. ანუ ურთიერთობაში, ანუ სანამ ამას აკეთებდით, ხედავდა, ძალიან კარგად ხედავდა, ძალიან კარგად იაზრებდა, მაგრამ ეგონე რომ ეს მარადიულად გაგრძელდებოდა და მარადიულად თქვენ იქნებოდით დამკვრელიც, მოცეკვავეც, რეჟისორიც, რა ვიცი, ყველაფერი იმისთვის, რაც მას ბედნიერს გაყიდა და თქვენ და გეზრუნოთ იმაზე, რომ ადამიანი გაგებედნიერებინა თუ რაღაცა აი ძალიან ეგოიზმში ჩავარდა და ფიქრობს იმას, რომ სულელი ვიყავი, რომ ესეთი ადამიანის ხურძი მყავდა და არაფერი არ გავაკეთეო. ნანობს, ძალიან კარგად ნანობს, მეტის ხრის. კარგით მოვიდიეთ. მე ხა მაინტერესებს თქვენ გიღირთ ეს ადამიანი რომ მიიღოთ ვინცობა თქვენ ცხოვრებაში? აი რომ თქვით მოვიდეს. გიღირთ ჩემო ლამაზებო, ჩემო ყოჩაღებული ჭკვიანებო. თქვენ თუ გიღირთ ამ ადამიანის მიღება? ой
ეს ინტერესოა. ნუ ეხლა ტარო იძახის იმას, რომ მთლიანად თქვენზე დამოკიდებული, ეს ადამიანი რომ მოვა თქვენ ხელში გასაღებით დახვდებით თუ მაკრატლით, ანუ გასაღები როგორც თქვა ურთიერთობის დასალაგებელი რომ ანუ სიმბოლურად ვიძახი რა, რომ გახსნათ გზები, კარები, რაც ჩაკეტილი იყო, რომ გააგრძელოთ ეს ურთიერთობა თუ მაკრატელი დაიჭრათ ხელში და გადაჭრათ, აი მთლიანად თქვენზე ეხლა ეგ პასუხისგებლობა. ასევე ტარო გვეუბნება იმას, რომ ერთი პირი კონფლიქტი მე მგონია რომ კიდე მოგიწევთ ამ ადამიანთან რომ გამოიაროთ. თუნდაც ესევე ამ რაღაცა ქორწინებასთან დაკავშირებული ამბავი, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ შეიძლება რომ შანსი მისცეთ და თუ ამ შანსს მისცემთ, იცი რა, ხა შეიძლება პირდაპირ იმ მნიშვნელობით გავიგოთ, რომ ეს ადამიანი იქნება თქვენთვის ფინანსური სტაბილურობის გარანტი, იმიტომ შეიძლება თქვენ იყოს ფინანსურად ძალიან შემდგარი ადამიანი და მატერიალურ თვალსაზრისით გეხმარებოდეთ, შეიძლება ეს ვარიანტი იყოს ერთის მხრივ, ან ურთიერთობა აღმოჩნდეს თქვენთვის ძალიან ესეთი ძვირფასი და სანუკვარი და ნუ ყველა ვარიანტში ამ ურთიერთობაში თქვენ ძალიან შემდგარი და ძალიან ესეთი შეიძლება რომ გახდეთ, უბრალოდ მაინც არის რაღაცა სტრეს ფაქტორები ამ ამბავში. თუმცა შანსი იმისა, რომ შედგეს თქვენი ურთიერთობა არსებობს. გიღირთ, არ გიღირთ, ეგ დამოკიდებულია იმაზე, თქვენ რა პრიორიტეტები გაქვთ. თქვენ თუ ეძებთ რაღაც ფინანსურად მყარ და სტაბილურ ადამიანს, რომელიც თქვენც ამ ნაწილში დაგეხმარებათ და თქვენზე იზრუნებს, კი ბატონო, ეგეთი ადამიანი არის, მაგრამ რა ვიცი, ხა მარტო ფინანსები ხო არ არის. არა, თავისებურად ძვირფასი იქნება ეს ურთიერთობა თქვენთვის, მაგრამ უკვე ჯერ მოვიდეს და დანარჩენი მე გავარკვიოთ რა. ეხლა ნუ დაგემშვიდობოთ და შეგახსენოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, ვინც ახლები მიყურებთ, დამილაიქოთ, კომენტარებში გამიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. და პირადი კონსულტაციები ვისაც გსურთ, შეგახსენებთ ნომერზე 51114 91 მიკავშირდებით. ახლა იმიტომ რომ ხა საჯარო გაშლა არის მაინც და ეხლა ცოტა ისეთი, იმიტომ რომ ბევრი მიყურებთ, ზოგთან როგორ დაბრუნდება, ზოგთან როგორ და ამიტომ პირადი კონსულტაციაზე უფრო დეტალურად ჩავშლით შემდგომ ესეთ საკითხებს. ეხლა გემშვიდობებით, ნახვამდის ბედნიერად.